მოგესალმებით, короче, დღეს არის 16 ოქტომბერი და იმ დროს ვფიქრობდი, რომ აი 16 ოქტომბერს კი არა, ეგეთ დღეებში. რაღაცა განსხვავებული დღეები, როცა იქნება თქვა რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ამბები, რაც მოხდება, მაგებს მოუყვები მეთქი რა ხალხს თქო რა. და დღეს რაღაცა რისერჩი გავაკეთე რა, მოვიძიე რაღაცა ინფორმაცია და დღეს ყოფილა თურმე კატების დღე. ანუ ყველაზე ოფიციალური კატების დღე არის 16 ოქტომბერი თურმე მსოფლიოში დაჟე რა. რაღაცა ლოკალური ადგილი კი არა, იმენა მსოფლიოში. და ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის. იმიტომ რომ აი რა კავშირი შეიძლება ქონდეს ოქტომბერს კატებთან. მაგას ვფიქრობდი და ვერაფერი მოვიფიქრე და ბოლოს დავჯექი და დავიღალე რა. ახლა პარკში ვარ ჩამოსული, ლენკასთან უნდა გადავიდე სამსახურში მივიდივარ და დღეს არის უფროსების დღე კიდე და სამსახურში ვინმე თუ ყავთ კაი უფროსი შეგიძლიათ მიულოცოთ. მაგაზე კაი რა გითხრათ? მაგარი პარკი მაქვს მე. მართლა მაგარი პარკია, ძალიან მევასებია ეს პარკი. აქ გავიცანი ლენკა ახლოს. ჩემი კორპუსი აქ არის, ლენკასი იქ არის და აი აქ შუაში ხვდებოდით ხოლმე და აქ ვისხდით და ვჭორავდით რაღაცებს და სულ თავიდან რა. ძალიან კაი პარკია. სხვათა შორის ამ პარკში ერთ-ერთ ჩვენ უბნელს გარდაიცვალა ცოლშვილი რა, რომელიღაც ხეზე. უნდა ადრე რა. და იმის მერე ამ პარკს უვლის რა და ხეებს წყალს და რაღაცებს აკეთებს რა. ანუ სულ რაღაცას აკეთებს ამ პარკში რა ყოველთვის. აი გადათხრილი რო არის. მანდაც რაღაცას აკეთებს რა. короче. ხო და სულ რაღაცას აკეთებს ეს კაცი და გოჩა ქვია რა. და ეს გოჩა არის ძალიან დიდი რა, ჰაგრიც გავს. ეს დებილი ძაღლი არის. ღამე ჩემთან მოდის ხოლმე, რომ სხვა ძაღლები არ დაუყებ. მე ის ძაღლები მე მიყევენ და ის გარბის ხოლმე ნაბოზარები. ხო და ნუ რა აზრი. ეს გოჩა არის, короче, ძალიან დიდი ადამიანია რა და დიდი წვერი აქვს, გრძელი თმა აქვს. გაგიზდა რა, короче, რა, მარტივად რო გითხრათ და ერთხელ ვიღაცა ძველი მოძველო ტიპები იყვნენ ამ პარკში და რომელიღაც ხეს მიაფსეს. ხო და გოჩამ ეს დაინახა რა. გოჩა ეუბნება რომ რას აკეთებთო რა, მე აივანზე ვიყავი, ამ გოჩასთან კაი კომუნიკაცია მაქვს მე რა. მე ვეხმარები ხოლმე ხანდახან და მაგ პუნჩი ვეხმარებოდი, ახლა აღარ ვეხმარებ, ადრე ვეხმარებოდი. ხო და ერთხელ ამათ რომ მიაფსეს, короче გოჩამ უთხრა რომ რას აკეთებთო? და ამან უყურე, ბიძეო, შენ საქმეს მიხედეო რა. ხო და ჩემი საქმეაო ეს პარკიო, რა გინდა თუ короче, დაიწყო რა ლაპარაკი ჩვეულებრივად ადამიანურად და ამათ დაიწყეს ყვირილი და უზრდელობა ამ კაცის მიმართ და გოჩამ ადგა და ეს 4 კაცი, 4 ბიჭი იყვნენ, 4 ძმაკაცი იყვნენ, 5 და დააყლება ადგილზე ცემაში. ერთი გაიქცა. მოიყვანა ვიღაცა თავისზე უფრო თესლი როჟები რა, ვიღაცა უფრო ძველი ბიჭები. ხო და ამ გოჩას ყავს ძმა და ეს ძმა ჯანსაღია რა, ჯანსაღადაა და ეს გუჯური თემები იცის რა ესმის და ზროსლები არიან ეს გოჩაც და მაგის ძმაც და короче მოიყვანეს და ზევიდან გადმოიხედა და короче ტალპა დგას რა, ერთი 40 კაცი დგას რა. რო არ მოგატყუოთ, მართლა გეუბნები რა, ერთი 40 თუ არა 30 მაინც. 30 კაცი დგას და აქეთ დგას გოჩა და თავის ძმა. ხო, ეს თავის ძმასთან ერთად დავინახე, მეთქი ეს დაეხმარება თქო და აღარ ჭირდება ჯერჯერ მე ხა ვერაფერს ვერ შევცვლი. ორნი იდგებოდნენ თუ სამნი, მან და არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ ნუ კითხე დახმარება ხო არ გინდა თქო, არაო და წავედი სახში. ავედი აივანზე რა, სახში სიგარეტი მოვწია და ამათ ლაპარაკს უსმენ რა, რაღაცას ეკაჩავებიან ეს ბიჭები და ის გოჩაც პასუხობს რა თავის სათქმელს ეუბნება და короче სადღაც რავი როგორ გითხრათ 3-4 წუთია გასული რა სიგარეტი მოვწია შევედი ოთახში და უცებ მესმის ხმა რომ გოჩა გაჩერდი თან ეს პატრა ბავშვის ხმა არის კაცის ხმა ისმის რა და გადმოვიხედე და ეს ტიპები ზოგი გარბის ზოგი ძირს ყრია და გოჩა თავის ძმას ურტყამდა
ამიტომ ხეებს ნუ მიაბსამთ რა. აქ დაიმახსოვრეთ. მეტი ისეთი არაფერი. ეს გენიალური ისტორია ჩემგან თქვენ საჩუქრად. მეტი არაფერი არ ვიცი რა ველაპარაკო. რაღაცნაირი დღე არის რა. ძალიან გავიყვიტე მე ჩამეძინა ისე. უაზრობა მეზღება ეგეთ დღე. არაჩი. ხო და 16 ოქტომბერი თესლი დღეა რა. არც 17 ოქტომბერია, არც 15-ია, იმენა 16-ია. გადავალე ხომ ელენგასთან და Supernatural-ს უყურებთ რა, ახალ თავიდან დავწვეთ. და 4 სეზონს უყურეთ. მაქსიმუმ 2 კვირაში ალბათ. ჩაითრია ლენგას მოეწონა რა. ეხლა უკვე იქ ვართ კასტილი რო. ხოთზე არის. ლუციფერი აღდგა და რა. და მაგარ გატეხილში იყო ლენგა. როგორ ვერ მივხვდიო რომ ეს ბავშვებიო ლუციფერისთვის უნდოდათო იმათო. არც Supernatural ვისაც არ გაქვთ ნახეთ ძალიან კაია. მართლა ძალიან კაია. მე ხო იცით არ მოგატყუებთ რა ეგეთ რაღაცები არ მევას. ამამიდა კი ამშია. სახში გრეჩი ხა იყო და დამეზარა გრეჩის გათხოვა. ახლა ლენგასთან ამბობდა რამე შევჭა. აი იქიდან არის შემოსასვლელი ხალხო. ხოდა. რა დღეს რაღაცნაირი ისე. საიდან უნდა შემოვიდე. აგა ბევრი შესასვლელი აქვს. ერთი შესასვლელი აქვს. ერთით. სახში გადაღებას გადავწყვიტე რომ ჯობია თქო რომ ეს გაერთვიარო და ეს გადავიღო მეთქი. და მაგიტო გამოვედი და მაგიტო ვიღებ. იმიტომ რომ არ ვიცი რატო. ეგრე გადავწყვიტე. ხო ვერ მოვიცალე რომ ვიღაცებთან გავიდე და ისე მქნა რა. რაღაცები მქნა. არაჩი. ლენკას მამა არის მეთევზე რა. მეთევზე ოღონდ პროფესიით მეთევზე კი არა, თევზაობა ეროსეო როსტა და თევზაობა რო ეროსება, ეხლა დაიწყო ისა. YouTube-ისთვის რაღაცა შტატივი იყიდა 900 ლარიანი, ჩემზე კაი შტატივი აქვს მართლა. რაღაცა ისინი იყიდა. კიდე რა ქვია? მიკროფონები და ისინი და ვიღებ ვიდეოს იღებს სათევზაოდ მიდის. თევზს ვეიკერს, მე ამონტაჟებს. იმ დღეს მაჯობდა რომ რა უნდაო ბიჭო, მონტაჟსო, პრემიერსო. და ამონტაჟები და გიმონტაჟებო თუ გინდაო. მე ვეუბნებოდი რომ ძვირის მონტაჟი თქო, არ დავიჯერო. იმიტომ რომ რა მარტივიაო რა. აროჩი. არც წავედი მე რა. მივედი თქო უკვე. ეხა უკვე მივედი. გაყოთეთ ხუით კარგად იყავით.